საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხდომაზე ანრი ოხანაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილეს. ბატონი ანრი, როგორც ვიცით, პრემიერის განცხადებიდან გადაინაცვლებს მის რჩევლის პოზიციაზე, სადაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ის გამოცდილება, ის მაღალი პროფესიონალიზმი, რომელიც ბატონ ანრი ოხანაშვილს გააჩნია უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც აუცილებლად ძალიან განსაკუთრებით ანალიტიკური თვალსაზრისით, როგორც ეს პრემიერმა თავად განაცხადა, წაადგება ჩვენს ქვეყანას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე არის გათვალისწინებული ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურა, იქნება შესაბამის პროცედურები მისი მოსმენის თავდაცვის კომიტეტის ფარგლებში, ზოგადად ამ საკითხის განხილვის კომიტეტის ფარგლებში და შემდგომ უკვე ეს საკითხი გადაინაცვლებს კენჭისყრაზე. მე ვარ დაწმუნებული, რომ პარლამენტისგან მას ექნება სრული მხარდაჭერა. მე-11 მოწვევის პარლამენტი ხვალ საშემოდგომო სესიას ოფიციალურად გახსნის. დავალების შემსრულებელი კომისია, რომლის ერთადერთი მიზანი არის ის, რომ გადაწეროს საქართველოს ისტორია და ადამიანები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეასრულეს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლების და ევროპული ინტეგრაციის საქმეში უბრალოდ გაასამართლონ. ეხლა ჩვენთვის ნაციონალური მოძრაობის პატივია, როდესაც რუსები ასამართლებენ. ეს ნაციონალურ მოძრაობას უკან არ დახევს, ეს ნაციონალურ მოძრაობას არაფერში არ შეაფერხებს, პირიქით ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, მანამ სანამ ამ რეჟიმს არ ჩამოშვლით. ეს კომისია არსებობს იმისთვის, რომ საქართველო დაადანაშაულონ ომის დაწყებაში. და კოჭს უგორებენ რუსებს, ოსებს და 1000 ჯურის მამაძაღლებს და მტრებს ჩვენი ქვეყნის. შესაბამისად ეს არის მტრული კომისია, ეს არის მოღალატეობრივი კომისია და ამ კომისიის წევრები თავის საქმიანობისთვის და ძალისხმევისთვის აგებენ აუცილებლად პასუხს. მოცემული არის ამ დასკვნაში ის ფაქტობრივი ის ფაქტები, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს თუ ხელისუფლებაში აღარ ყოფნის დროს ჩაიდინა ისეთი ტიპის დანაშაულებები, რომელიც სწორედ საქართველოს კონსტიტუციის და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ არის მიმართული, რომელიც ფუნდამენტალურ უფლებებს არღვევდა ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, მე ამის საფუძველს ხედავ, დანარჩენი ყველაფერი დამოკიდებული არის საკონსტიტუციო სასამართლოზე. როდესაც მიღებული იქნება საბოლოო დადგენილება, მერე უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სარჩელის შედგენა და წარდგენა. ბუნებრივია ამას გარკვეული დრო სჭირდება, იმიტომ რომ ჯერ საკონსტიტუციო სარჩელის დაწესებისთვის საჭიროა, რომ ვინც ამ სარჩელზე იმუშავებს, იმათ კარგად შეისწავლონ დოკუმენტი, შემდეგ მოამზადონ შესაბამისი სარჩელი და შეტანილი იქნეს საკონსტიტუციო სამართლში.